პლასტიკის პროდუქციის გამოყენებაზე შეზღუდვები მკაცრდება. მისი ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მთავრობამ მიიღო. 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. როგორც ცნობილია, პლასტმასის ეს პროდუქცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. კვლევებით დადგენილია, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% სწორედ პლასტმასს წარმოადგენს. მთავრობამ მიიღო დადგენილება, ეს ეხება, რომ პლასტმასის ბოთლებში განთავსებული სასმელის იმპორტი წარმოება ადგილობრივი მიზნებისათვის და ბაზარზე განთავსება იგრძელება 2027 წლის 1 თებერვლიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ეს არის მასშტაბური გადაწყვეტილება, ის არის იმ რეფორმების ნაწილი, რასაც საქართველოს მთავრობა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სურსათან შეხებაში პლასტმასის ნაკეთობების პროდუქციის შეხების შემცირებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვაგრძელებთ ამ პროცესს, მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იგრძელება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შეთავაზება ეგრეთ წოდებული ხორეკა სექტორისათვის, ეს არის სარესტორნო ქსელი და სასტუმროების ქსელი, ხოლო მომავალი წლის 1 თებერვლიდან აიგრძელება განთავსება ყველა საცალო მარკეტებში. ეს არის ძალიან მკაფიოდ რომ ვიცოდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი დამაბინძურებელი ნარჩენების მართლობთ ეს არის პლასმასი და მათ შორის არის პეტის ბოთლები, რომელიც დაახლოებით ამ ნარჩენების, რომელიც არის განთავსებული ჩვენს მდინარეებში, დაახლოებით 40%-ს შეადგენს სწორედ პლასმასის ბოთლები და ამას ერთად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი დამაბინძურებელი ყველა სხვა პლასმასის, როგორც არის ერთჯერადი ისინი გამოყენების საშუალებები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხშირ შემთხვევაში, ეს არის პლასმასის ნაკეთობები, როგორც არის დანები, ჩანგლები, კოზები, თეფშები და სხვა, ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მივდივართ პრევენციის გზით, ნარჩენების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იერარქია პრევენცია და ამ ნარჩენების წარმოქმნას ვამცირებთ წარმოქმნის პერიოდში. მიმდინარე წლის 12 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავს სურსათთან შეხებაში მყოფი გარკვეული პლასმასის პროდუქციაში სურსათის განთავსების, რეალიზაციის, იმპორტის და წარმოების აკრძალვას გარდა ექსპორტის მიზნებისა. ეს კონკრეტული შეზღუდვა ეხება პლასმასის ბოთლებით გარკვეული სასმელების რეალიზაციას, მათ შორის ალკოჰოლიანი, არაალკოჰოლიანი, გაზირებული, არაგაზირებული და ასე შემდეგ, თუმცა გარკვეული გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული. ეს გამონაკლისები ეხება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალს და დანარჩენ სასმელებზე 20 ליტრამდე ფაქტობრივად აკრძალული არის როგორც იმპორტი, ასევე წარმოება და რეალიზაციაც გარდა ექსპორტის მიზნით. რაც შეეხება დასაბუთებას, ამაზე აღვნიშნეთ არაერთხელ, რომ სამინისტროს სტრატეგიულ ერთად ამოცანასაც წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიის თანახმად პლასტმასის დაბინძურების პრევენციის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საქართველოს არის საერთაშორისო ვალდებულების ნაწილში არაერთი პლატფორმის და მექანიზმის აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე და ეს საერთაშორისო მექანიზმები ზუსტად მიზნად ისახავს პლასმასის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და აი ამ დაბინძურების აღმოფხვრას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ განხორციელდა კვლევები არაერთი როგორც გარემოს დაბინძურების კუთხით, ასევე ერთჯერადი პლასმასის პროდუქტების გამოყენების მასშტაბის თვალსაზრისით და ყველა ეს კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალი არის სწორედ პლასმასის პროდუქტების მოხმარება, ძალიან მაღალი არის პლასმასის პროდუქტებით გარემოს დაბინძურება. ამ შედეგებმა, აი ამ ყველაფერმა რაც აღვნიშნე, სამინისტროში, ესე ვთქვათ, წამოჭრა საკითხი, რომ საჭიროა გარკვეული რეგულირების შემოღება იმისათვის, რომ მოხდეს ერთგვარი პრევენცია და აღმოფხვრა პლასმასის ნაკეთობებით გარემოს დაბინძურება.